მოგესალმებით, ამ ვიდეოში გესაუბრებით იმ საკითხებზე, რომლებიც სასურველია, რომ მე-7 კლასელებმა ფიზიკის შესწავლამდე გაიმეორონ. ზოგადად ფიზიკა ძალიან საინტერესო საგანია, ეს არის მეცნიერება ბუნების შესახებ, ვისაც ბუნება უყვარდა გასულ წელს, ვისაც ცნობის მოყვარეობა აქვს და აინტერესებს გარშემო მიმდინარე მოვლენები, ძალიან მოეწონება ეს საგანი. ზოგადად ბევრი მიმართულება აქვს ფიზიკას, მათემატიკურ ცოდნასაც იყენებს, რომ ამოცანებზე იმუშაოს მოსწავლემ. არის საბუნებისმეტყველო მეცნიერება და ესე იგი მე მომავალ კლასებში რომ ისწავლით ქიმიას, ბიოლოგიას, სადაც სწავლობთ ამ საგნებს უკავშირდება, რა ვიცი, ნებისმიერ საგანს უკავშირდება ფიზიკა და რაღაც ფაქტობრივად უნივერსალური საგანია. ყველა მოსწავლეს შეუძლია იპოვოს საინტერესო მიმართულება ფიზიკიდან. ანუ ძალიან ბევრი რაღაცა, შეიძლება რაღაცების აწყობა ეხერხება ზოგს და უფრო ამიტომ დაინტერესდეს, შეიძლება მათემატიკა უყვარს და ფიზიკის ამოცანებით დაინტერესდეს. ისე კი სკოლაში, რასაც სწავლობთ ფიზიკაში, ძალიან მარტივი პროგრამაა, განსაკუთრებით მე-7-დან რაც იწყება. ანუ ეს არის ბუნებას გავს თავიდან ძალიან, ზოგადად რა არის ფიზიკა, ამით იწყება ფიზიკური მოვლენები, სხვა ტიპის მოვლენები, ნივთიერების შემადგენელი ნაწილაკები, რომლებიც იცით ბუნებიდან, რომ ეს ატომები და მოლეკულებია, პატარა ექსპერიმენტებია, ნებისმიერ სახელმძღვანელო საინტერესო მე-7 კლასის და გამდიდრებულია ეს QR კოდებით, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოებიც, ექსპერიმენტების თავადაც ჩაატაროთ, კომპლექსური დავალებები, მასწავლებლის თქმის გარეშე შეგიძლიათ რაღაცები რო გააკეთოთ, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოები ამ არხზე კიდევ მე-7 კლასის იმაში პლეილისტში და მიყვეთ პროგრამას აქედანაც, სკოლის წიგნიდანაც და მოუკიდებლად მეცადინეობისას, ვინც არ უნდა გასწავლიდეთ სწავლების დროს კითხვებს რომ დაუსვამთ, ყველა ფიზიკის მასწავლებელი ძალიან დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ, იმიტომ რომ ზოგადად ფიზიკის სწავლას უყვარს კითხვების დასმა. აი რატომ არის ასე? არ მოგერიდოთ ხოლმე ყოველთვის კითხეთ მასწავლებელს. და არის ისეთი საკითხები, რომლებიც ჯობია რომ გაიმეოროთ სანამ ისწავლით. ეს არის უფრო მათემატიკური საკითხები, რაც არის ხოლმე პრობლემა. დანარჩენს აი ადგილზე მასწავლებელიც გადმოგცემთ, თეორიას ისწავლით, პირველი სემესტრი ძალიან ისეთია მოსახსნელი და რაღაც არის მხოლოდ იმაში სიმკვრივის თემაში და ამიტომაც მინდა რომ ეს ერთეულები გქონდეთ გამეორებული, სანამ დაიწყებთ ფიზიკის სწავლას და რა ვიცი, აი თავარი სირთულე რაც არის ხოლმე პირველ სემესტრში, ეს არის ერთეულები, რომლებიც ნასწავლი გაქვთ მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდან და ზოგიერთი საკითხი, რომ ბოლო წელს ისწავლეთ მაგალითად მოცულობის გამოსათვლელი ფორმულები, ან შეიძლება მეხუთეშიც ისწავლეთ ფართობის ფორმულაც გეცოდინებოდათ, ანუ ეს ყველაფერიც გადასამეორებლად მოგვს აქ სკრინში, ეს ყველაფერი გაქვთ ნასწავლი, მაგალითად 1 სანტიმეტრი რომ 10 მილიმეტრია, 1 დეციმეტრი რომ 10 სანტიმეტრია. მე ერთმანეთთან დაკავშირება დეციმეტრის მილიმეტრთან, თუ 10-ია, 10 ჯერ 10 უკვე 100 მილიმეტრი გამოდის, 1 მეტრში 100 სანტიმეტრია, 1 კილომეტრი 1000 მეტრი. აბა რამდენი სანტიმეტრი იქნება 1 კილომეტრი? უნდა გადავამრავლოთ 100 1000-ზე და თვითონ სიტყვაც გვევნება, რომ 100 1000 სანტიმეტრია. მილიმეტრში გადაყვანის შემთხვევაში კიდევ 10-ზე უნდა გავამრავლოთ და უკვე 6 ნული ექნება და 1 მილიონი იქნება. ასევე ნასწავლი გაქვთ 10 წილადებით და პირიქით რომ ვკითხონ, მაგალითად 1 მილიმეტრი რამდენი სანტიმეტრია, 1/1000 სანტიმეტრი რომ არის, ესეც უნდა შეგეძლოთ. შეიძლება წილადებშიც რომ გამოსახოთ და 1/1000 ასეც ჩაწეროთ. ეს ყველაფერი სანტიმეტრი. ეს ყველაფერი არ არის რთული და ნასწავლი გაქვთ, მაგრამ მინდა რომ გაიმეოროთ, ხშირად გავიწყდებათ ხოლმე არ დადეგებზე ასეთი საკითხები და შემდეგ ცოტა დრო იკარგება გაკვეთილებზე, რა დროც შეგვეძლო რომ დაგვეთმო სხვა ახალი მასალისთვის, გვიწევს რომ აი ისე ვიმეოროთ მე-5-6 კლასის საკითხები, ანუ უფრო ძველი. აი ესე მაგალითად სანტიმეტრი დეციმეტრში, ხო? 1/1000 დეციმეტრი, მილიმეტრი მეტრებში რომ გადავიყვანოთ.
ეს არასწორად მიწერია 1/1000 მეტრი არის 1 მილიმეტრი, სანტიმეტრი არის 1/100. 1 მეტრი რამდენი კილომეტრი იქნება? თუ 1 კილომეტრში 1000 მეტრია, მაშინ 1 მეტრი იქნება 1/1000 კილომეტრი. რაც შეეხება ფართობებს. ფართობები ვიცით, რომ ესე გამოიწვია კვადრატი, მაგალითად, რომლის გვერდი არის 1 სანტიმეტრი, ამსეთი კვადრატის ფართობი არის 1 სანტიმეტრი გამრავლებული 1 სანტიმეტრზე, ანუ 1 კვადრატული სანტიმეტრი. ეს რომ გადავიყვანოთ კვადრატულ მილიმეტრებში, უკვე 10 უნდა გავამრავლოთ 10-ზე, იმიტომ რომ 1 სანტიმეტრში 10 მილიმეტრია. 10 უკვე 1000, ესა 100 კვადრატული მილიმეტრი მივიღეთ. შეგვიძლია კვადრატული მეტრები გამოვსახოთ კვადრატულ სანტიმეტრებშიც, ანუ 100 გავამრავლოთ 10-ზე, მივიღებთ 10,000 კვადრატულ სანტიმეტრს. კვადრატული კილომეტრიც დავწერე წინასწარ, 1 კილომეტრში 1000 მეტრია, 1000 1 მილიონი კვადრატული მეტრი. რომ გადავიყვანოთ კვადრატული მეტრი ჰექტარებში, უნდა ვიცოდეთ 1 ჰექტარი რამდენი კვადრატული მეტრია. ესეც ნასწავლი გვაქვს ხოთ შორის მათემატიკაში, არ ვიცი რომელ სახელმძღვანელოებშია და ზოგი მეუბნება ხოლმე არ გვაქვს ნასწავლი, მაგრამ უმრავლეს სახელმძღვანელოში ეს გავლილია, ნურქშიც არის, რომ 1 ჰექტარი მოიცავს 10,000 კვადრატულ მეტრს. თუ 1 ჰექტარი 10,000 კვადრატული მეტრია, 1 მილიონი კვადრატული მეტრი რომ გადავიყვანოთ ჰექტარებში, უნდა გავყოთ 1 მილიონი 10,000-ზე. მილიონს 6 ნული აქვს, 10,000 4, შესაბამისად დარჩება 2 ნულით 100 ჰექტარი. ასევე მნიშვნელოვანი ფართობის ერთეულია 1 არი. შეიძლება შემოკლებულად ესეც მარტო 10 შევხვდეს, ანუ ეს არის 100 კვადრატული მეტრი. მე მოცულობაც მინდა რომ გაგახსენოთ, ეს არის მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობა. ანუ ისეთი სივრცული ფიგურის, რომელსაც აქვს სიგრძე, სიგანე და სიმაღლე. ყოველთვის მოცულობას ვითვლით 3 განზომილებაში. და ვამრავლებთ მართკუთხა პარალელეპიპედის შემთხვევაში ამ სამივე განზომილებას, ანუ სიგრძე A გავამრავლოთ სიგანეზე, B-ზე და სიმაღლეზე C-ზე. თუ 1 სანტიმეტრია სამივე განზომილება, მაშინ 1-ს ვამრავლებთ 1-ზე და 1-ზე, მივიღეთ 1 კუბური სანტიმეტრი. რომ გადავიყვანოთ კუბურ მილიმეტრებში, უნდა გავიხსენოთ, რომ 1 სანტიმეტრში 10 მილიმეტრია. ანუ 10 უკვე 1000 კუბური მილიმეტრია. მე ეხლა არ ვახსენებ ლიტრებს და მილილიტრებს, ამას რა თქმა უნდა ფიზიკაში შეისწავლით. აი ზუსტად ასეთ საკითხებზე მირჩევნია, რომ მე გაკვეთილებზე ვისაუბრო ხოლმე სკოლაშიც და ესენი გქონდეთ გამეორებული წინასწარ, რომ რაც უკვე ნასწავლია მათემატიკაში 1 კუბურ სანტიმეტრში რამდენი კუბური მილიმეტრია და მე უკვე ლიტრებს, მილილიტრებს და მსგავს ერთეულებს რა თქმა უნდა ფიზიკაში ვისწავლით და სიმკვრივის ერთეულსაც ვისწავლით ორგვარს. ანუ ამ ერთეულების ხედვა ერთმანეთთან დაკავშირება ძალიან დაგეხმარებათ მერე უკვე ამოცანების ამოხსნაში, თვითონ სიმკვრივის არსის გაგებაში და სიმკვრივეს სანამ ისწავლეთ, რა თქმა უნდა, მასის ერთეულებიც უნდა იცოდეთ, ხო? ესეც მათემატიკიდან იცით, რომ 1 კილოგრამი არის 1000 გრამი. 1 ტონა 1000 კილოგრამი. 1 ცენტნერი 100 კილოგრამი. და ასე, ანუ თან მეტი არც არაფერი არ მოგეთხოვებათ იმაზე მასის ერთეულებზე. სიგრძის მასისა დროის ერთეულები კიდევ. ანუ 1 საათი რამდენი წუთია? ესეც რა თქმა უნდა ნასწავლია, რომ 60 წუთია. 1 წუთი არის 60 წამი. და მე 1 საათში რამდენი წამია ამ კითხვას რო ვსვამთ ხოლმე ბავშვები უკვე პასუხობენ, რომ ეს არის 60 ჯერ 60 და ზოგჯერ ეშლებათ გამოთვლა 3600 წამი არის 1 საათში. დღეღამეში რამდენი საათია, წელიწადში რამდენი დღეა, თვეებში რამდენი, ანუ ეს რაღაცებიც შეიძლება დაგჭირდეთ, ნუ იმდენ სავალდებულო არ არის. ამოცანებში უნდა ვიცოდეთ, რომ მე წამებს გამოვიყენებთ ძირითადად, შეიძლება საათებიც გამოვიყენოთ მოძრაობის ამოცანებზე, ანუ შეგიძლიათ გაიმეოროთ მოძრაობის ამოცანების ამოხსნაც, იმიტომ რომ მათემატიკაში ნასწავლი გაქვთ. ფიზიკაში ამას უფრო მეორე სემესტრში ვიწყებთ. და მექანიკის ნაწილში ძირთად მარტივი ამოცანები განიხილება ხოლმე სკოლაში. არ გეგონოთ, რომ რაღაცა ისეთი სირთულეა, ძალიან მარტივად ისწავლება ფიზიკა სკოლაში.
სახელმძღვანელოებიც მორგებული არის მოსწავლეთა შესაძლებლობებზე და იმ საათების შესაძლებლობებზე, რაც გვაქვს სკოლაში სწავლებისთვის, კვირაში ორჯერ ჩაგიტარდებათ ფიზიკა. შესაბამისად, რაც მოესწრება, ეს იქნება ძალიან მარტივი, ამოცანებიც იქნება მარტივ დონეზე. მთავარია, რომ თქვენ იცოდეთ არითმეტიკა, ანუ მათემატიკის ყველაზე მარტივი ნაწილი, გამოთვლები, აწილადები, გადაყვანები. შემდეგ წლებშიც კი, ანუ მე-9, მე-10, მე-10 კლასის ფიზიკაში, სკოლაში რასაც მოვასწრებთ, ეს იქნება მარტივი ამოცანები. მერე რა თქმა უნდა, თუ მოსწავლე ოლიმპიადისთვის ემზადება, თუ მოსწავლეს ფიზიკის ჩაბარება უნდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ცოტა სხვა ტიპის მეცადინეობები აქვს, მაგრამ ესეც მისი სურვილიდან, შესაძლებლობებიდან გამომდინარე და მასწავლებლის დახმარებით ისიც არ უნდა გაუჭირდეს, თუ კი გადაწყვიტა, რომ ოლიმპიადებში სურს წარმატებები და ეროვნულ გამოცდაზე კი ფიზიკის ჩაბარება ნამდვილად არ წარმოადგენს სირთულეს, თუ კი სკოლაში ამოცანები რაღაც დონეზე დამუშავებული აქვს მოსწავლეს და მათემატიკასაც კარგად სწავლობს. შეგიძლიათ ნახოთ ხოლმე ამ არხზე სხვა ვიდეოებიც, ესენიც დაგეხმარებათ. მაგრამ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ. ანუ თვითონ ფიზიკის მე-7 კლასის საკითხებს სკოლაშიც გაეცნობით, არ არის ისეთი რთული, რომ წინ და წინ გქონდეთ მომზადებული. თავარია, რომ ეს საფუძველი, რაც მათემატიკიდან გაქვთ, ეს გაიმეოროთ. აი, ყველანაირად რომ გამეორებული გქონდეთ მასალა, მე ბევრად მარტივად ისწავლით გაკვეთილზე და დრო აღარ დაიკარგება წინა მასალის გამეორებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მაინც განვიხილავთ ხოლმე კლასებში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მარტივადაც ხსნით, სანტიმეტრებად შეიძლება დავხაზოთ, მილიმეტრებად დავშტრიხოთ, სახაზავს დავაკვირდეთ, სასწორს შევხედოთ და რა ვიცი, მართლა ყველა ხერხს მივმართავთ ხოლმე, რომ ესენი გავაკეთოთ, თუმცა, როცა ერთეულების სირთულეები არ არის, ეს დრო შეიძლება ექსპერიმენტებს დაეთმოს, შეიძლება ახალ საინტერესო მასალებს დაეთმოს და ამიტომ ყველა შემთხვევაში სასურველია, რომ მოსწავლემ ეს გაიმეოროს წინასწარ. სულ ეს არის, რაც უნდა მეთქვა მე-7 კლასელებისთვის. იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ საგანი ფიზიკა და ძალიან კარგადაც ისწავლით, იმიტომ რომ ფიზიკის ცოდნა ნამდვილად დაგეხმარებათ ცხოვრებაში. აი, უშუალოდ შეიძლება ის კანონებზე პირად არავინ არ კითხოთ, მაგრამ ფიზიკითა და მათემატიკით თქვენ სწავლობთ აზროვნებას, რომელიც მერე უკვე მომავალში პრობლემების გადაწყვეტაში გეხმარებათ. ისედაც ფიზიკაში იმდენ პრაქტიკულ რაღაცას შეისწავლით, რომ ცხოვრება გაგიმარტივდებათ და მინდა რომ დრო დაუთმოთ ხოლმე ფიზიკას. გარკვეული დრო მე არ ვამბობ, რომ დღეში 2 საათი ყოველდღე იმეცადინოთ, უბრალოდ გაკვეთილების მოსამზადებელი დრო. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს კვირაში 2-ჯერ 10 წუთი, ვიღაცისთვის შეიძლება მეტი დრო იყოს, რა თქმა უნდა, ესეც შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ნუ რა თქმა უნდა, ის საგაკვეთილო დრო მაქსიმალური ყურადღებით მასწავლებელს თუ მოусმენთ, ვინც არ უნდა გასწავლეთ და როგორც არ უნდა გასწავლითეთ, ყველანაირად დაგეხმარებათ აი ეს თქვენი ყურადღება, გაკვეთილზე მოსმენა, ჩართულობა იმაში, რომ საგანი არ გაგიჭირდეთ. წარმატებული სასწავლო წელი წელსაც და მომავალშიც იმედი მაქვს, რომ აი ახლა ვინც იწყებს ფიზიკას და წინა წლებშიც რომ დაიწყო ახლახანს, სულ სხვა შედეგებს დადებს იმედი მაქვს მომავალში და ეროვნულ გამოცდებზეც არ ვიცი თუ იქნება კიდევ. ნუ ყოველ შემთხვევაში რაც არ უნდა საზომით აისახოს ფიზიკის ცოდნა, ბევრად უკეთესი შედეგები გვექნება იმედი მაქვს. ნახვამდის, მადლობა ყურადღებისთვის.